ენერგოსექტორის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგ კურსები და ანალიტიკური ჟურნალი. ეს სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის სამწლიანი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. რა როლი აქვს სემექსა და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში კონკრეტულად რა საქმიანობს და რა გეგმები აქვს ცენტრს? სტუმართან, სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. დღეს თქვენ პირველად იმყოფებით საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში და მის ახალ სტუდიაში შესაბამისად კიდევ უფრო მეტად დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობას ეწევა სემეკის ცენტრი, სასწავლო ცენტრი და საკმაოდ ძელი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთან მიმართებაშიც ეს ცენტრი ახდენს საკითხების დამუშავებას. თავდაპირველად ცოტა რამ რომ გვითხრათ ამ ცენტრის შესახებ და მე უკვე გადავიდეთ იმ კვლევაზე, რომელიც ჩატარდა და რომელმაც ჩემი აზრით, როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, საკმაოდ კარგი რეალურად მასალა უნდა მოგვცეს იმისთვის, თუ რა გვჭირდება და საით უნდა წავიდეთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები ტელემაყურებლებს. პირველად ვიმყოფები ამ სტუდიაში, ტელევიზიის ახალ შენობაში, გილოცავთ, აქ მართლაც საოცარი გარემოა. კარგი მუშაობისთვის და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ჩემი ინიციატივით სემეკთან შეიქმნა 3 წლის წინ. როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვევსო ენერგეტიკის სექტორში არსებული გარკვეული ვაკუუმი, რომელიც არსებობდა რეგულირების სწავლებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მხოლოდ ცალკეული პროექტებით და ცალკეული ინიციატივებით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ამიტომაც ორი მთავარი ფუნქცია განუსაზღვრეთ ჩვენ თავიდანვე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს. პირველი ეს არის სწავლება, ანუ ენერგეტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ენერგოსექტორში დასაქმებული პირებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის ენერგეტიკის რეგულირების აქტუალური საკითხების სწავლება და მეორე ეს არის კვლევითი კომპონენტი. ვინაიდან სემეკი იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ყველა ოჯახს, ყველა კერძო სუბიექტს ეხება, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც რაიმე ფორმით შეიძლება ვინმე დააზიანოს, ან კიდე შესაძლოა ასე თქვა საკითხი არ იყოს ბოლომდე შესწავლილი. ამიტომაც სასწავლო ცენტრის მეორე მთავარი ფუნქცია ეს არის სემეკის უზრუნველყოფა კვლევებით და ანალიტიკით. ვინაიდან კვლევებზე და ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება როგორც ყოველთვის. საინტერესოა კვლევის ნაწილს აუცილებლად მინდა რომ პროფესიულად შევეხოთ იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის ჩამტარებელი ძალიან ადამიანები ძალიან კვალიფიცირებული უნდა იყვნენ ერთის მხრივ ამ სეგმენტში და თავად ქვეყნის ძალიან ბევრი მიმართულება უნდა ესმოდეთ კარგად. რამდენად არის ამ ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაცია საკმაოდ რომ ისეთი კვლევები მოგცენ, რომელსაც მე უკვე დაეფუძნება კვალიფიციური დავუშვათ გადაწყვეტილებები, ეს ერთი და რა ფორმით უზრუნველყოფთ, რომ დავუშვათ იგივე მეორე ნაწილი ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკის სექტორის მიმართ საზოგადოებაში მეტი ინფორმაციის გატანა რა რესურსებით და შესაძლებლობებით ხდება? ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ საქართველოს მიაქვს წყალს და წყალი უნდა იყოს უფასო. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან საინტერესო პროექტი დაბადებიდან დღემდე, მაგალითად ვთქვათ, ელექტროენერგეტიკის სექტორში, ასევე წყალმომარაგების სექტორში გავაკეთეთ მოსწავლე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების პროექტი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში იყო საპილოტე მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ახალგაზრდებს აუხსენით ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ფუნქცია არის სწორედ ის, ვინც სექტორში შედის, ის, ვინც მომავალი პროფესიონალია და ასე შემდეგ, მათთვის ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები ისევე როგორც ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ მაგალითად თქვათ, რა ტიპის ხარჯებთან არის დაკავშირებული წყლის სათავე ნაგებობიდან ომკანამდე მიღება, რა ტიპის ხარჯებთან არის დაკავშირებული იგივე თქვათ ელექტროენერგიის წარმოებიდან, ანუ ენერგოობიექტიდან მომხმარებლებამდე ელექტროენერგიის მიღება და ასე შემდეგ, რა გზას გამოივლის ეს ყველაფერი, რა ჯდება ამ ყველაფრის გაკეთება, რომ აქედან გამომდინარე საზოგადოების
ხდება მიცოდეს, რომ ეს პროდუქტები ღირს გარკვეული საფასური და ტარიფი, რომელსაც ადგენს სემეკი, სწორედ ამ ხარჯებზე არის დაფუძნებული და არა თქვათ რაღაცა ამიტომაც საინტერესოა რამდენად კვალიფიციური კადრებია დაუშვათ ამ ნაწილში, იმიტომ რომ მათ არასწორ დასკვნამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს, რადგან სემეკისთვის ეს არის ერთგვარი საფუძველი, რომელსაც საკუთარ გადაწყვეტილებებს აფუძნებს. რა თქმა უნდა, ერთი ეს არის კვლევითი პერსონალის კვალიფიკაცია და მეორე ეს არის მოდელი და მოდელის უზრუნველყოფა შესაბამისი მონაცემებით. მონაცემები ჩვენთან აკუმულირდება, რაც არ არის ჩვენთან სხვადასხვა ლიცენზიანტი კომპანიებიდან მოგვაქვს ეს მონაცემები, მოდელები არის აპრობირებული, აქედან გამომდინარე ამ მოდელებში გარკვეული მონაცემების ჩასმა გვაძლევს აპრიორი სწორ შედეგს და ამ მოდელთან როცა კვალიფიციური პერსონალი მუშაობს, რა თქმა უნდა შედეგი არის უტყუარი. გარკვეულ ნაწილში ეს არიან სემეკის თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ცოდნა, უნარები, მიღებული აქვთ განათლება როგორც აქ ჩვენთან, ასევე გავლილი აქვთ სხვადასხვა კურსები ევროპის სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან, მარეგულირებელთა გაერთიანებაში, მაგალითად თქვათ, როგორიც არის ერა, ანუ მარეგულირებელთა რეგიონული ევროპული ასოციაცია, ენერგეტიკულ საზოგადოებასთან არსებული სხვადასხვა კვლევითი ტრენინგები აქვთ, ასევე გავლილი და ასე შემდეგ და არის გარკვეული შემთხვევები, როცა ვიწვევთ დამატებით მკვლევარებს იმისათვის, ეს მკვლევართა ჯგუფი კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე შეივსოს. ამიტომ პროდუქტები, რომელიც აქამდე დაიდო ჯერ სულ 3 წლის არის ორგანიზაცია, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გაკეთდა და ახალი, ესე თქვათ, იდეები წარმოიშვა სასწავლო ცენტრის ფარგლებში, რომელიც უბრალოდ სემეკის რუტინაში არ წარმოიშვებოდა. ამიტომაც განისაზღვრა კონკრეტული სტრუქტურული ერთეული კონკრეტული ამ ორი ამოცანის შესასრულებლად. ხო, რაც შეეხება კვლევების ნაწილს, ამას ცოტა კიდევ უფრო ცვლადაც მინდათ რომ შევეხოთ, რა ტიპის კვლევებია, რომელსაც მაგალითად კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელსაც უკვე დააფუძნეთ, ან რომელსაც დაიყრდნენით გადაწყვეტილების მიღებისას, ისეთი და როდესაც სემეკის ფუნქცია არ არის, ვიღაცისთვის შესაძლოა იყოს მხოლოდ ტარიფი, ვიღაცისთვის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა მთლიანობაში სემეკს გაქვს ძალიან დიდი ფუნქცია ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან, რამაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელმაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების სწორად გააზრებაში ძალიან დიდი წვლილი უნდა შეიტანოს და ეს ნაწილი სწორად განსაზღვროთ თქვენს დაუშვათ პარტნიორ უწყებებთან ერთად სახელმწიფო უწყებებმა ხედულობაში. რამდენად შეუძლია ამ კვლევით ცენტრს ასეთი ტიპის კვალიფიციური დასკვნის ან ანალიზების მოცემა, მე ძალიან მარტივი მიზეზის გამო ვკითხულობ, ჩვენ გქონდა შემთხვევა, როდესაც ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენება ვერ მოხდა. შესაძლოა ამ ჰიდროელექტროსადგურთან და ზოგადად ამ ნაწილში რომ რეალურად არსებობდეს, მათ შორის ამ კვლევის ასეთი ტიპის კვლევების, სადაც იქნება მოცემული დაუშვათ მოსახლეობის განწყობები და ასე შემდგომ, შესაძლოა სხვა ტიპის დასკვნები მიიღოს სახელმწიფომ სხვადასხვა მიმართულებით. ხო, აი ამ ტიპის ამ ცენტრის ფუნქცია რამდენად არის ასეთი ტიპის დაუშვათ კვლევების მომზადება? ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ ბოლო პერიოდში, ეს არის გამოვკითხეთ 1200 რესპონდენტი და სპეციალური მოდელის საფუძველზე დამუშავდა აღნიშნული მონაცემები. კვლევა მიზნად ისახავდა მომხმარებელთა კმაყოფილების დონის დადგენას კომუნალური სერვისებით. იქ იყო სექტორული ჩაშლა, იქ არის რეგიონული ჩაშლა, კომპანიების დონეზე ამოდის ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიის საქმიანობით არის კმაყოფილი ან მეტაკლებად კმაყოფილი ან უკმაყოფილო მომხმარებელი. იმიტომ რომ მე უკვე ჩვენ ამ კვლევაზე დაყრდნობით გვაქვს მეორე მხარე, ეს არის მომხმარებელთა კომერციული ხარისხის სისტემა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ვაკვირდებით იგივე თქვათ კომუნალური სერვისების წყვეტებს დედაქალაქში, რეგიონებში, რამდენად ხშირად ითიშება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, საშუალოდ ერთი გათიშვა რამდენ ხანს მოიცავს და ასე შემდეგ და მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა და ჩვენი ასე თქვათ ეს სისტემის მონაცემები ერთმანეთს დარდება და ამოდის ზედაპირზე პრობლემები, რომელთაც კვლევა დაუშვათ სხვა გადაწყვეტილებებისას, მათ შორის თუნდაც ამ კომპანიებთან ურთიერთობის კუთხით. კი ბატონო, გამოვიყენეთ
ეს კვლევა და მომავალშიც გამოვიყენებთ შედარებით ახალი კვლევაა, რომელიც დასრულდა და იგივე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ახლა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებზე აქცენტის გაკეთება და აქაც საკმაოდ ისეთი საინტერესო ანალიტიკური მასალა მუშავდება, მაგალითად თქვა როგორია ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ მიდგომები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენს რეგიონში, ანუ გეოპოლიტიკა აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმიტომ რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან პირდაპირ ენერგეტიკულად ვართ დაკავშირებული. ეს ქვეყნები რა პოლიტიკას ატარებენ და აქედან გამომდინარე, მაგალითად ევროპის ნაწილი კვლევისა დასრულებულია, მეზობელ ქვეყნებთან კვლევის ნაწილზე მუშაობთ, აქაც თურქეთ-რუსეთის კომპონენტი დასრულებულია, სომხეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკის კომპონენტზე. სიამოვნებით დაგიქვთ ამ ნაწილზე, იმიტომ რომ რეგიონალურ ნაწილში ქვეყნის ენერგოსაფრთხოების და ამ კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის მიტანა ძალიან კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად გავიაზროთ სად ვართ და რა ტიპის გადაწყვეტილებებია ენერგოუსაფრთხოების კუთხით მისაღები. ჩვენი ენერგეტიკული სექტორი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩაკეტილი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა გვაქვს, ენერგიის გაცვლა, ექსპორტ-იმპორტი, ტრანზიტი საქართველოს გავლით, საიდან გამომდინარეც ქვეყანა გარკვეულ სარგებელს ნახულობს, შემოსავლებსაც იღებს და ამავდროულად დეფიციტურ თვეებში იმპორტით ივსებს ამ დეფიციტს და როცა ენერგიის სიჭარბეა გააქვს ქვეყნის გარეთ ეს ენერგია და ღებულობს უცხოურ ვალუტას. და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთგვარი ცნობიერების ამაღლებისთვის გზამკვლევი გაქვთ მომზადებული, რა ტიპის გზამკვლევზეა საუბარი და როგორ მიგაქვთ ეს გზამკვლევი საზოგადოებამდე თითოეულ ჩვენგანამდე? გზამკვლევი არის ძალიან მნიშვნელოვანი მარტივი ენით დაწერილი დოკუმენტი, სადაც დასმული არის. კითხულობენ ხოლმე ადამიანები აი ამ დოკუმენტებს რეალურად? წაიკითხავენ აუცილებლად, იმიტომ რომ დასმული არის ისეთი კითხვები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვესმის. მე მაგალითად როგორ დგინდება ტარიფი? რა ტიპის ენერგიას მოიხმარს ყველაზე მეტად საქართველო? როგორი არის იგივე თქვათ რეგულირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები და ასე შემდეგ? დასმული არის რამდენიმე ათეული პრაქტიკული კითხვა და ამ პრაქტიკულ კითხვაზე არის შესაბამისი პასუხები სპეციალისტების მიერ მარტივი პოპულარული ენით გაცემული. ასე რომ საინტერესოა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით ნარმანი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.